აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ყველას გულითადათ მოგილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის უსამართლობაზე გამარჯვება სამართლიანობისა, უსიყვარულობაზე გამარჯვება სიყვარულისა, ბოროტებაზე გამარჯვება სიკეთისა, სიძულვილზე გამარჯვება სიყვარულისა. და ეს ყველაფერი განახდება გარეთ სადმე, არამედ ჩვენს გულში. მარხვამ ქრისტეს მიერ გამოწდომილმა ხელმა, სიყვარულის ხელმა, რომელიც ჩვენს გავუშვირეთ მას და ჩვენი მასთან შეხება მოხდა, ადამიანი შეცვალა და ადამიანს ფერი უცვალა. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა მომხდარიყო. სამყარო ტრობს ზოგადად ქრისტეს. სამყაროს არ უყვარს ეგეთი სიყვარული. სამყაროს არ უყვარს პატიება, იმიტომ რომ ღიზიანდება, როდესაც პატიობს ვინმე უპირობოდ. სამყარო ღიზიანდება, როდესაც ღმერთი არა სამართლიანად იქცევა, არამედ სიყვარულით იქცევა. ადამიანი მიკერძოვებული არის და მას ვისაც უნდა და მით უმეტეს საკუთარი თავი, ღმერთმა უნდა ყველაფერი აპატიოს, მაგრამ აი ჩემს გვერდზე რო დგას იმას ხო რომ ძულს, აი იმას არ უნდა აპატიოს არაფერი და პარადოქსი ერთი არის. ქრისტე იძახის, მე ყველა მიყვარხართ და ყველას მზათავა რომ გაპატიოთ ყველაფერი. ანუ ეს არის უპირობო სიყვარული ქრისტესი, სადაც უბრალოდ ადამიანს ევალება რომ ამ გამოწვდენილ ხელს ხელი ჩამოართვას, ხელი მისცეს უფალს და შემდეგ გული მიუძღვნას მას. ერთი რამე დაიმახსოვრეთ. სიყვარული ეს არის თვითონ ქრისტე. თუ ადამიანის გულში ქრისტე არ არის, მას სიყვარული არ შეუძლია. თუ ადამიანის გულში არ არის ქრისტე და ადამიანი არ ცხოვრობს ქრისტეთი, სულ რომ ადამიანი ტაძარში ათენებდეს და აღამებდეს, ადამიანს არ შესწევს ძალა კონდეს ის, რაც თვითონ ქრისტე არის. არც ჭეშმარიტება, არც ბედნიერება, არც სიყვარული, არც სიმშვიდე, იმიტომ რომ მისი სიმშვიდე ძალიან სწრაფად მთავრდება, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მიერი სიმშვიდე იმკვიდრებს ადამიანის გულში. ეხლა ჩამოგითვლით მე რამოდენიმე ისე იგი წესს, რომელიც კარგად დაიმახსოვრეთ და ამით ბევრს არ გადაგღლით ღამისთევის მერე და მოკლედ მიაქციეთ ამას აბა ყურადღება. სამართლიანობა, თითქოს ჩვენ ხო ვცდილობთ ხოლმე რომ სამართლიანები ვიყვეთ სხვის მიმართ, რაღაცა ადამიანების მიმართ, წეღა როგორც გითხარით. სამართლიანობა სიყვარულის გარეშე, ანუ ქრისტეს გარეშე ადამიანს სასტიკს ხდის. ადამიანს როგორია სამართლიანია, საბოლოო ჯამში აუცილებლად ადამიანი ხდება სასტიკი. გულით ხდება სასტიკი და უპატიებელი არის, ანუ ძალიან უჭირს ადამიანს ვინმეს პატიობა და ამას ფუთავს სამართლიანობის გამო. მე მართალი ვარ. ამიტომ ქრისტე სამართლიანი კი არ არის. ის თუ სამართლიანი იქნება, ჩვენ არც ერთი არაფრის ღირსი არ ვიქნებით, არც ამ წუთის სოფელში და არც მარადიულ სიცოცხლეში და საქმე ისაა, რომ ქრისტე სიყვარულით გვეპყრობა ყველას და ქრისტე გულმოწყალებით გვეპყრობა ყველას. ამიტომ სამართლიანობა სიყვარულის გარეშე ადამიანს ასასტიკებს, გულს უსასტიკებს და მე ბევრჯერ გითხარით, რამდენი ხანია ზოგი ტაძარში დადიხართ და რამდენი ხანია ტაძარში ყოფნის მიუხედავად თქვენი გული უფრო გასასტიკდა, ვიდრე მანამდე როცა პირველად მოხვედით. გაიხსენეთ საკუთარი თავი, როდესაც პირველად მოხვედით. ყველა გიყვარდათ, თავმდაბლები იყავით, რომ შემოვედით ტაძარში, როგორი ისე იგი მოკრძალებით, ისე იგი ხატებთან გინდა იმასთან გავიდა რამოდენიმე ხანი, გადაიქცა ეს წმინდა ტაძარი უკვე ჩემ ტაძრად, ჩემ სახლად და ზუსტად აი ეს მოხდა. ამიტომ აი დაუკვირდით, როდესაც ადამიანს აი ეს
ესე იგი თითქოს ეს სამართლიანობის დამოკიდებულება აქვს, აუცილებლად ის სასტიკდება და ქრისტიანებო, თუ გულში რაიმე სისასტიკე გაგვაჩნია, გახსოვდეთ, რომ ქრისტე ამ გულში ვერ მკვიდრობს. იმიტომ რომ სადაც სიყვარული არის, იქ სამართლიანობა კი არ მოქმედებს, არამედ უფრო მეტად მოქმედებს სიყვარული. იმიტომ რომ ეს სიყვარული იცავს იმ სამართლიანობას გასასტიკებისგან. სიყვარულია მხოლოდ სამართლიანად მოგაქცევს ადამიანზე, ანუ ეტყვის სამართლიანად რამეს, მაგრამ სიყვარულით მოექცევი მას, გიყვარს და იმიტომ ეუნები იმ სიმართლეს. იმ დროს ეტყვი, ზუსტად იმ ინტონაციით ეტყვი, რომ არა შენ რო გინდა რომ სიმართლე უთხრა, არამედ ეს რომ მისთვის არის გადამრჩენელი. აი სიყვარულს რა შეუძლია, მაგრამ ჩვენ ხშირად ერთმანეთს საყვარელ ადამიანებსაც თავს მიმართეთ, რა ტყუილი გითხარი, ტყუილი კი არ მითხარი, ისო დროს მითხარი, ეგ სიმართლე, ანუ ჯობდა ისე იგი გული გაგეხეთქა ეგრევე, იმიტომ რომ ჯერ თვითონ მე თვითონაც ვერ გამისამართლებია საკუთარი თავი, ვერ გამოსულ ვარ სიმძიმიდან და შენ ზედ მაწევ მოკლედ ამას. შემდეგ პასუხისგებლიანი ადამიანები არიან ხშირად, შეხედავ ადამიანს, ძალიან პასუხისგებლიანია, მოწესრიგებული, პასუხისგებლიანი, მაგრამ პასუხისგებლიანობა სიყვარულის გარეშე ადამიანს რა შვება? თავმაღალს ხდის და ამპარტავნებს. აუცილებლად ადამიანი გაამპარტავნდება. ანუ, როდესაც მე მოწესრიგებული ვარ, როდესაც ადამიანი პასუხისგებლიანია, შემდეგ თუ მას სიყვარული, ანუ ქრისტე გულში არ აყავს, ის ადამიანი აუცილებლად ადრე თუ გვიან გაამპარტავნდება და ეს ამპარტავნება მას დაუბინდავს თვალებს და მერე ადამიანების მიმართ იქნება თუ ზოგადად მოვლენების შეფასების მიმართ ექრება ეს ამპარტავნული დამოკიდებულება. ეხლა შემდეგი აი ხშირად არის ხოლმე ზრდილობიანი, სანდუმიანი ადამიანი, აი რო გახვალ ქუჩაში რაღაცა, ხშირად ხო ჩვენ ვიტყვით ხოლმე, ვახ რა ზრდილობიანი ადამიანი არის. ეხლა ჩვენ რაზეც საუბრობთ ამაზე, კი არ საუბრობთ ადამიანის გარეგნულ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ გარეგნულად რო შეხედო, მოწესრიგებულია ადამიანი. ჩვენ ყველანი გარეგნულად გამოვიყურებით ძალიან კარგად, ჩვენ ვლაპარაკობთ შინაგან სულიერ კანონზე, სინამდვილეში ვინ ვართ სიყვარულის გარეშე, გარეგნულად გამოვიყურებით საბოლოო ჯამში, ისე იგი სამართლიანებად, პასუხისგებლიან ადამიანებად, მაგრამ ამავე დროს ჩვენი შინაგანი არის დარღვეული და მორღვეული. ამიტომ ამპარტავანს ხდის. შემდეგ, ისე იგი ინტელექტუალური ადამიანები. როდესაც ადამიანი როგორ გითხრათ, იცი? აი ესეთი აი წეღან სანდუმიანი ადამიანი გითხრათ, ანუ სანდუმიანი ადამიანი სიყვარულის გარეშე როგორი ხდება, იცით? აი აუცილებლად განკითხვას იწყებს. აი ნახეთ, მე მოწესრიგებული ვარ, ზრდილობიანი ვარ და რო ვიცით ხოლმე, რანაირად იქცევა, რა არის ეს? რა არის ესა და აი სადმიან ისეთი თავშეყრის ადგილას, ან სუფრაზე, ან სადმე და რა არის? აი ეს სანდომიანობა და ზრდილობიანობა, რომელიც გარეგნულად აქვს ადამიანს და უნდა კონდეს, აუცილებლად უნდა კონდეს, მაგრამ თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს გულში მეორე ადამიანისა, აუცილებლად ადამიანი იწყებს ვიღაცა ადამიანის განკითხვას, ვიღაცა ადამიანის დაცინვას და ვიღაცა ადამიანის ზემოდან ყურებას. ნახეთ, გარეგნულად წესრიგია, მაგრამ შინაგანად ადამიანი მოკლედ არის მოშლილი. ასევე ჩვენ ყავს ძალიან ინტელექტუალური ადამიანები. ხო გაგიგიათ ესეთი აი ნაკითხი, ჭკვიანი ადამიანები, რაღაც ალღოიანი ადამიანები, რომლებიც რაღაც აი რო შეხვა, მაგარი ჭკვიანია და იმ ადამიანებთან ხარ თითქოს აი რაღაც მორიდებით ახარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული რაღაცა ჭკვიან ადამიანებს იცნობს რაღაცა. ამიტომ ინტელექტუალობა, გამჭრი ახობა ადამიანისა სიყვარულის გარეშე ადამიანს აქცევს, იცით რა? აი როგორ გითხრათ, იცით? აი ძველი ქართული სიტყვა და არ ეწყინოს არავის, მაგრამ აი გაიძვერას ეძახდნენ ხოლმე ესეთ, აი
გაღლეტილი რო არის ადამიანი, ანუ სიყვარულის გარეშე ასეთი ადამიანი როგორ არის, იცი, ყველგან უღებს, ალღოს ყველგან, ანუ იქ იმისიანია, იქ იმისიანია, აქ იმისიანია, ყველგან შეუძლია, ისე იგი დიდთან, პატარასთან, ჩინიანთან, უჩინოთან, აზნაურთან, უაზნოსთან, ყველგან შეუძლია ამ თავისი ინტელექტუალური სიმაზე მოკლედ გადალახოს და ასეთი ადამიანს ეძახიან ხოლმე ესეთი, ადამიანი, რომელიც მოთამაშია, თამაშობს ყოველთვის, ამიტომ გახსოვდეს, სიყვარულის გარეშე ეს ინტელექტუალურობა, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, აუცილებლად ხდის ამას. შემდეგ ხშირად არიან ხოლმე ესეთი კულტურული ადამიანები, ხო? კულტურული ადამიანები არიან ხოლმე რაღაც ესეთი, გახსოვდეთ, ეხლა ბევრს აღარ გავაგრძელებ, ისე იგი კულტურული ადამიანები, რომელთაც სიყვარული არ გააჩნიათ, ადამიანები არიან თვალთმაქცები. გარეგნულად არიან მხოლოდ ესე და შინაგანად ადამიანები არიან მოკლედ თავისთავად ისე იგი თვალთმაქცები. არიან ადამიანები, რომელთაც ცოდნა და კომპეტენცია გააჩნიათ ხოლმე ხშირად სიყვარულის გარეშე, ადამიანები, ესეთი ადამიანები არიან ძალიან კატეგორიულები. ადამიანს ვერაფერს ვერ გააგებინებს, იმა რაღაცას ეთყვი და ის არის მართალი. იმას გააჩნია ცოდნა, ყველაფერი იცის და არ შეეხო ამ ადამიანს, ყველაფერი იცის, ამიტომ ჩვენი აცგანსვენებული პატრიარქი იტყოდა ხოლმე, ყველაზე დიდი პრობლემაო ქართველებს რაც გვაქვს, ეს არის კატეგორიული აზროვნება. ნიჭიერები ვართ, ნამდვილად ნიჭიერია ქართველი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ამ ნიჭიერებას მოსდევს ზუსტად ეს კატეგორიული აზროვნება და დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ზუსტად ესე ხდება, ვერაფრით ვერ თავხმდებით რაღაცაზე. ვერაფრის გარშემო ვერ გავერთიანდით, რატომ? იმიტომ რომ სიყვარული არ გაგვაჩნია. გაგვაჩნია ცოდნა, გაგვაჩნია კომპეტენცია, გაგვაჩნია ნიჭი, ყველაფერი რაც გვაქვს, მაგრამ არ გაგვაჩნია ქრისტეს მიარი სიყვარული, რამაც უნდა გაგვაერთიანოს, რაც დააბალანსებს ჩვენ შორის ცოდნასაც, კულტურასაც, ზრდილობასაც, კომპეტენციასაც, ყველაფერს რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ეს თვისებები, რომელიც სიყვარულთან ერთად საოცრებას ახდენს თვითონ ადამიანში, პიროვნებაში და მერე დანარჩენი მოკლედ სხვა ადამიანებშიც თავისთავად. ძალაუფლება, ეს ყველაზე მთავარი იცოდეთ რა. დღეს ახალგაზრდებო, უმეტესობა თქვენ მიხარია დღეს რო აქ ხართ, ყველანი ამისკენ მიილტვით ხოლმე და ცდილობთ თქვენს მეგობრებზე, თქვენს ისე იგი სადაც თქვენ გიწევთ ყოფნა ან მუშაობა, სწავლა, ანუ ყველგან ცდილობთ რომ ეს ძალაუფლება გაგაჩნდეთ და ვიღაცაზე ძალაუფლება და ეს იმდენად როგორ გითხრათ იცი კბილი ის არის, განცდა ადამიანისა ვიღაცაზე რო ძალაუფლება გაქვს, ან ვიღაც რაღაცით, ან სიჭკვიანით, ან მუსკულატურით, ან რაღაცით, ამ ძალაუფლების განცდა ადამიანს საერთოდ ათრობს, მაგრამ გახსოვდეთ, ძალაუფლება, რომელიც ადამიანს გააჩნია, მიეცა, სამართლიანად შეიძლება უფროსად დაინიშნა, შეიძლება წარმატებული ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ ძალაუფლება სიყვარულის გარეშე ადამიანს ხდის მოძალადეს და საბოლოო ჯამში ტირანიული, ტირანი ხდება ადამიანი, ღმერთმა ოჯახშიც საშინელებაა ასეთი ადამიანი, რომელიც რაღაცა ძალაუფლებით მოქმედებს. მშობელი შვილის მიმართ, ქმარი ცოლის მიმართ, ისე იგი თუნდაც შვილი მშობლის მიმართ, ოდესაც მოხუცდება, ანუ ეს ძალაუფლება იმხელად, ისეთი ნარკოტიკივით არის, ესე რო ვთქვათ, საშინელება ადამიანს იმდენად შინაგანად, როგორ გითხრათ, მოზიდულს ხდის და ამაზე მერე უარის თქმა არ შეუძლია ადამიანს. ამიტომ გახსოვდეთ, სიყვარული თუ არ გაგაჩნია, ძალაუფლება აუცილებლად იქცევა თქვენს ხელში, ადამიანის ხელში, მოძალადეთ და მოკლედ ტირანსაც გახდის ადამიანს და რა ვიცი, ასეთი ადამიანის გვერდზე ცხოვრება ძალიან რთულია. მოკლედ ადამიანური პატივი სიყვარულის გარეშე ადამიანს ამპარტავანს ხდის, მოვალეობის შესრულება, ანუ მოვალეობის შესრულება რო უნდა ადამიანს, ესეთი ადამიანი ძალიან როგორ გითხრათ, იცით, ხშირად არიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც დაავალებ რამეს და მოვალეობას ასრულებენ ზედმიწევნით. ეს ზედმიწევნით შეასრულებენ, მაგრამ ასეთ ადამიანს სიყვარული როდესაც არ გააჩნია, სულ გაღიზიანებული და შფოთიანია.
ის რატო არ აკეთებს, მე რო ვაკეთებ, ჩემნაირად ვერ აკეთებს, რა ვერ გააკეთე, დროზე გააკეთე. ანუ ადამიანი, რომელსაც აი ესეთი მოვალეობის შესრულება, რასაც დაავალებს, შეუძლია სწორად შეასრულოს, უდიდესი რამეა, ხოცა ძალიან კარგია, მაგრამ სიყვარულის გარეშე თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, გახსოვდეთ აუცილებლად, შინაგანად ეს ადამიანი სულ გაღიზიანებულია და სულ შფოთიანი არის ადამიანი, მოკლედ შინაგანად და მოკლედ ბოლო რაც მინდა გითხრათ, ბოლოს წინა უფრო სწორედ, სიმდიდრე სიყვარულის გარეშე. დღეს ხო ყველანი ამისკენ მივედით. დიდარი უნდა ყველას რო იყოს, ხო, ფულის გამო, მოკლედ და ვერცხლისა და ოქროს გამო ჭამენ დღევანდელი სამყარო ერთმანეთს, მაგრამ ქრისტიანებო გახსოვდეთ, სიმდიდრე გინდათ, მაგრამ სიმდიდრე სახიფათოა თუ კი ადამიანს სიყვარული არ გაგაჩნია. ანუ სიყვარული თუ არა გაქვს, სიმდიდრეს ნუ მოითხოვ ღვთისაგან. ამიტომ სიმდიდრე სიყვარულის გარეშე ადამიანს ხარბსა და შურიანს ხდის. ვითომ ხო აქვს ბევრი, მაგრამ დამიჯერეთ ესეთი მდიდარი ადამიანებს უფრო მეტად აწუხებთ სიხარბე და შურიანობა. აიცოდეთ რომ ხო გონიათ რომ მათ ყველაფერი აქვს და ეს არ აწუხებთ. პირიქით, ვინმეს რომ უფრო მათზე მეტი აქვს, სიხარბე და შურიანობა ასეთ ადამიანს აქვს. ამიტომ გახსოვდეთ, სიყვარულის ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბოლო რწმენა. ჩვენ ვიძახით ხოლმე, აი მორწმუნეები ვართ, ეხლა აგვდგევართ, ამდენი ხანი ღამევათენეთ და მოკლედ რაღაცა მორწმუნეები ვართ, ღმერთო გვწამს შენით, ამაზე ბევრი ვილაპარაკე წინა საუბრებში, რწმენა სიყვარულის გარეშე ადამიანს ხდის ფანატიკოსი ადამიანი, რომელიც მოკლედ ქრისტეს გარდა მისი გამოგონილი სარწმუნოებრივი ცხოვრების ყველაფრისას ჯერა ქრისტეს გარეშე, მოკლედ სანთლებისაც, ცეცხლისაც, წყლისაც, ბზებისაც, ყველაფრისა ოღონდაც ქრისტე არა, იმიტომ რომ ადამიანის სულში სიყვარულის გარეშე, მოკლედ ადამიანი რწმენა სიყვარულის გარეშე ადამიანში აი ამ აცელს ცოცხალ სარწმუნოებას და ადამიანი ვარდება ხიბლში და შემდეგ აუცილებლად ფანატიკოსი ხდება ადამიანი და ძალიან აცელილია, მას გონია თან ვერ უშველი. მამები ამბობენ ასეთ ფანატიკოს ადამიანს ვერაფრით ვერ უშველი, ერთადერთი შეიძლება დაეხმარო მხოლოდ და მხოლოდ რომ ღმერთს ევედრო, ღმერთო უშველეო. მას უკვე ადამიანის ენა არ ესმის. ხო მორწმუნე ადამიანი, ცირეოდენი რო უთხრა ესე კი არა, ესე გააკეთე, ადამიანს ეგრევე ეკლები გამოსდის, რა ჩვენ ესე გვიკეთებია, ესე უნდა ვაკეთო, შენ რა იცი, ახალს ნუ იგონებ რაღაცას, მოკლედ ისეთი ეს ხიბლისმიერი მდგომარეობა და ადამიანში არსებული ზუსტად მოკლედ ეს ფანატიკური არსებობა. აი ნახეთ როგორი რაღაცა, როგორი თვისებები ჩამოვთვალეთ, ნახეთ რო გჭირდება ყველას, ყველანი რო ცდილობთ რომ ესეთები გვინდა, ან ვიყოთ, ან ვთამაშობთ რომ ესეთები ვართ. თამაშია ყველა, ვისაც ადამიანს თუნდაც ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ სიყვარული არ გააჩნია, ადამიანი არის აი ამ თვისებების მიუხედავად უბედური. აუ მე დაუთმე ყველასა და მე რატო უთმობ ყველასა, მე ამ საქმეს კარგ ვაკეთებ და არავინ კარგ არ აკეთებს. ანუ ადამიანი თითქოს სწორად ცხოვრობს, მაგრამ უბედურია, მიხვდით? ადამიანი სწორად ცხოვრობს, მაგრამ უბედურია, მდიდარია და უბედურია. ყველაფერი აქვს, რასაც ეხ ჩამოთვალე, ზრდილობიანია, მაგრამ უბედურია. მიხვდით, იმიტომ რომ ვიღაცა რო უზრდელია, მე ეს ღიზიანდება, ის რატოა უზრდელი და ანუ ესეთი ადამიანი გარეგნულად გამოიყურება სწორად, მაგრამ შიგნით ადამიანი ისევ და ისევ ჯოჯოხეთს ატარებს. ამიტომ ქრისტე აღსდგა არა იმის გამო, პირველ რიგში რომ ჩვენ გარეგნულად ვიყვეთ კარგები, არამედ რომ ჩვენ გულში რაც ჩამოთვალეთ ესენი დაიძლიოს და ადამიანი სიყვარულით იყოს ბედნიერი, გახარებული და მოკლედ ატარებდეს მუდმივად საღვთო სიმშვიდეს და საღვთო სიყვარულს და გულმოწყალებას თავისი გულით. აღდგომის მადლმა აი ამ დღევანდელ ღამეს გასულებმა აი ამ ტაძრიდან ეს გაგვატანინოს ზუსტად, რომ აი ესეთი ბედნიერები ვიყვეთ, იმითი რომ ვართ ქრისტესთან ერთად და ის სიყვარული, რომელიც ქრისტემ მოიტანა, ჩვენს გულებს მოკლედ შეხებოდეს. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი, გახარებული გამყოფოთ, ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.
მრავალს დაესწარით.